ევროკავშირის ელჩის განცხადება თუ არ არის მმართველი პარტიის მისაღები, მაშინ ვისი განცხადება შეიძლება გახდეს მისაღები იმისათვის, რომ თუნდაც ეს ბანერები არ მოეწონოთ და თქვენ თქვათ, რომ კი ბატონო მართალია არ არის მოსაწონი ნამდვილად. ნახეთ, ხა ევროკავშირის ელჩის განწყობებზე და რა არ მოწონს და რა მოწონს, მაგაზე ხა ძალიან დიდი ბოძის ვიხდი, მაგრამ ქართულმა ხალხმა და საქართველოს ინტერესებმა მაგით არ უნდა იაროს. რა მოეწონება ევროკავშირის ელჩს, ან სხვა ნებისმიერი ქვეყნის ელჩს, ხო წარმოუდგენელია ეს, ხო? და იმით უნდა ვიაროთ, რომ რა მოეწონება ევროკავშირის ელჩს, ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის ელჩს, არის წარმოუდგენელი. აი ნახეთ, აი აქ ჩანს. აი ეს კარგია. ნახეთ, ჩემი თქმა იქნება, რომ აი ეს ვიდეო მოიჭრას, ეს უნდა იხილოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომ აი ეს არის ახლა რასაც თქვენ ამბობთ, ის დამოკიდებულება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პირველ რიგში ჩვენ უნდა გამოდიოდეთ იქიდან, რა სურს, რა მოწონს ქართველ ხალხს, ამ ქვეყნის მოსახლეობას და არა ის, რომ ეს ბანერები მოსაწონი აქ არაფერი არ არის. უბრალოდ საუბარი არის რეალობაზე, იმ სამწუხარო რეალობაზე, რომლის სურვილი აქვთ, რომ ანალოგიური მოხდეს ჩვენ სამშობლოში, ჩვენს ქვეყანაში, ხო? ამის ინტერესი აქვს და ამას ვამბობთ ჩვენ, რომ არ გვინდა ამ უბედურებაში შესვლა, ამ კატასტროფაში შესვლა. ამას მოაქვს დანგრევა ტერიტორიების დაკარგვა, სოფლების, ქალაქების განადგურება, ინფრასტრუქტურის მოსპობა, მშვიდობიანი ხალხის განადგურება, გმირი ჯარისკაცები და რა ვიცი რა. ხო ვიცით რომ ომი არის უბედურების მომტანი და არ გვინდა ეს ყველაფერი, მშვიდობა გვინდა, განვითარება გვინდა, წინსვლა გვინდა, ევროპული მომავალი გვინდა. ევროკავშირი გვინდა, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ არა ისე, რომ ვიღაცამ რაღაც დაგვაჩოქოს, დაგვამონოს, თავში წამოგვარტყას და ვიაროთ ევროკავშირის ელჩის განწყობებზე, რა მოეწონება, რა არ მოეწონება, ხო არ არის ეს სწორი დამოკიდებულება.